ეხლა ის თავის მეუღლესთან ერთად დაიტაცეს მათი კიბუციდან 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დროს. ის ტერორისტ ტყვეობაში იმყოფებოდა ღაზაში და თვეზე მეტი ხნის შემდეგ ნოემბერში ტყვეების გათავისუფლების შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს. ის არის რიმონ ბუშტაბ კირშ, ხალი, რომელმაც სახელი გაითქვა პირდაპირ დაუპირისპირდა ნიღბიან ტერორისტებს, რომლებმაც ტყვეობაში ყავდათ. იმ მომენტის ფოტოები მაშინ ვირუსულად გავრცელდა და სიმამაცისა და ძალის სიმბოლოდ იქცა. იმ დროს ის 36 წლის იყო. მისი ქმარი იაგავი ტერორისტების ტყვეობაში მოკლეს. დღეს პირველად რიმონ ბუშტაბ კირში საუბრობს ინგლისურენოვან სამაუწყებლო მედიასთან. ამიტომაც დიდი პატივია მივესალმო რიმონ ბუშტაბ კირშს, რომელიც ეხლა ავშალომიდან ისრაელიდან გვიერთდება. დიდი მადლობა. ძალიან ვაფასებთ, რომ გვესაუბრებით და რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა იმ მომენტს იხსენებს, როცა თქვენ სიმამაცითა და წინააღმდეგობით ბოროტებას თვალებში შეხედეთ იმ დღეს. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, დაგვაბრუნეთ იმ დღეში, თუ შეიძლება 7 ოქტომბერს გაიხსენეთ, როცა თქვენ და იაგავმა პირველად გაიგეთ რა ხდებოდა. ჯერ სანამ 7 ოქტომბერს მივადგებოდე, დილის 6:29 იყო. უბრალოდ მინდა. I just wanna გმადლობთ და უნდა ვაღიარო, რომ პირველად ვაძლევ პირდაპირ ინტერვიუს. მაკიაჟის გარეშე დაუვარცხნელი თმით და მაგრამ ყავს ძალიან კარგი მეგობარი. აქ რომელიც ხელს მიჭერს. ასე რომ შემიძლია დაგაბრუნოთ დილით 6:29-ზე ჩევა დომ. იმ დროს 5 ძაღლი გვყავდა, ყველა 5-ვე ჩემს აძინებელში შემოვიდა. ამიტომ მე და იგალმა ვერ შევძელით უსაფრთხო ოთახში შესვლა. და თავდაპირველად ჩვეულებრივი რაკეტები გვეგონა, ამიტომ როგორც ყოველთვის ჩავეხუტეთ ერთმანეთს და უსაფრთხო ოთახში ველოდებოდით. 5 ძაღლით და 5 კატით, მაგრამ ამჯერად არ გვინდოდა ძაღლები გაგვეშვა. საძინებელში მარტო არ დაგვიტოვებია, ამიტომ მათთან ერთად დავრჩით, ორივე ჩვენს ოჯახებს ვატყუებდით, თითქოს უსაფრთხო ოთახში ვიყავით. ყველაფერი კარგადაა და რამდენიმე წუთში ცუდად გავხდი. მას შემდეგ რაც ყველაფერი დაიწყო, მთელი ის ჩევადომი და რაკეტები ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რაც მეგონა 2 ჯარისკაცი იყო, იმიტომ რომ ისინი ჩაცმულები იყვნენ. უნიფორმაში. და შემდეგ ჩემი ქმარი. მან დაინახა, რომ მათ AK-47 და RPG ჰქონდათ და მითხრა. არა, ეს ჯარისკაცები არ არიან, ასე რომ. ჩვენ თავი საძინებელში დავიმალეთ, საწოლის ქვეშაც კი ადგილი აღარ იყო, რადგან ძაღლები და კატები დავმალეთ, ვედანა მქონდა. და ძალიან დაკავებული ვიყავი იმ მომენტში, როცა ხმები გავიგონეთ. როგორ თქვა, მანქანაში. იარაღი ჩვენს გარშემო, კიბუცის შიგნით. ჩემი ინსტინქტი იყო დამერეკა.
ადამიანებს ვინც მიყვარს უთხარი მიყვარხართ მესვრიან გარშემორტყმული ვარ ყველგან კვამლია მიყვარხართ მაპატიეთ მე თითქმის ყველა მნიშვნელოვან ადამიანს დაუკავშირდი რომ გამომეთხოვა არა ზუსტად გამომშვიდობება არისო იმიტომ რომ მაშინაც კი როცა 25 ჰამასის ტერორისტი ჩემს სახლში იყო მე არასდროს გამიჩერებია და არ მიფიქრია რომ მე მიტაცებენ ან რომ მომკლავენ უბრალოდ ვიფიქრე კარგი ეს არის სიტუაცია ინსტინქტურად ჩემი ქმარი ჩემი გარდაცვლილი ქმარი მას ჰქონდა CPTSD ის მსახურობდა ღაზაში ამიტომ და ის ძალიან გრძნობიარია, ნაზი, ჩემგან განსხვავებით. ამიტომ ყველაფერი მის დასაცავად იყო, რომ ერთად დარჩენილიყავით. ჩვენ ერთად შევძელით ბრძოლა. პირველი ტერორისტი, რომელიც ფანჯრიდან შემოვიდა. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ ხის კარი გქონდა და იქ 25 ტერორისტი იდგა. ამიტომ უბრალოდ უთხარი იგავ. არი აღარ ჩაკეტო, დანა დავაგდე და მოდი ერთმანეთს ხელი მოვხვიოთ, არ გაუშვა და ვბრძნობდი რომ ეს არის. ეს ის მომენტია, როცა ერთად უნდა ვიყოთ. ასევე მე და იგავ ყოველთვის გადაწყვეტილი გქონდა, რომ ერთად მოკვდებოდით. მაშინ იგავი ჩემსკენ მობრუნდა. მითხრა, რომ ვუყვარვარ და ბოდიში მოუხადა, რადგან ეგონა, რომ მოკლავდნენ. ამის ნაცვლად კარი შემოამდრიეს და მაისურები გაგხვადეს. ცდილობდნენ დაგვაშორებინათ. ისინი ვერ შეძლეს. ამიტომ გარეთ გაგვათრიეს, როცა ჩვენ ერთ მთლიანს წარმოვადგენდით და ძალიან ძიმეები ვიყავით. ასე რომ დაახლოებით 5 ან 6 ტერორისტს დასჭირდა ჩვენი გათხევა და გოლფის მანქანაზე აყვანა. მანქანა გოლფის კარტი სხეულებზე ზემოდან და ღაზის სხეულებზე ღაზელი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მოსაპარად მოვიდნენ დასახმარებლად. მე დავწექი სხეულებზე, ჩავეჭიდე გებს და ასე გამოგვიყვანეს კიბუციდან. ჩვენ დავინახეთ, ყველგან კვამლი ამოდიოდა. ჩვენი უბანიც, ყველაფერი სწორედ იქ იყო კონცენტრირებული, გატაცებულები, მკვლელობები, ყველაფერი. როცა კიბუციდან გამოგვიყვანეს, მახსოვს უყურებდი მინდორს და დავინახე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ჩემსკენ მორბოდნენ. თავიდან დარწმუნებული ვიყავი. ისრაელელები ნევე იეჰუდადან მოდიოდნენ, რომ გადაგვერჩინათ. და მე კიდევ ერთხელ დავაკვირდი და დავინახე ჩემი და იგავის ველოსიპედი, რომელიც დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის. გაზაში რომ მიათრევდნენ და მე ბევრი ვნახე. გზაზე ბევრი ცხედარი ვნახე. მაგრამ სანამ ღაზაში მივიდოდით და გვირაბებში ჩაგვიშვებდნენ, ჩვენი ხელები ერთად დარჩა.
შენ ხარ ნამდვილი სიყვარულის განსახიერება და ნამდვილი წყვილი, რომელიც ერთად დარჩა ისე როგორც თქვენ. და მე მესმის, რომ ტერორის გვირაბებში თქვენი ბრძოდით ერთად დარჩენისთვის და პირისპირ შეხვდით ბოროტების განსახიერებას. იახია სინვარი. როგორ იგრძენი თავი? დიახ. სინამდვილეში მე ორჯერ შევხვდი მას. ჩვენ ვისაუბრეთ, როცა შევხვდი მას. არ მქონდა წარმოდგენა ვის ვესაუბრებოდი. უბრალოდ მე მივხვდი, რომ ძალიან მაღალი რანგის იყო, რადგან დანარჩენი ტერორისტები და ჩვენი მძევლების დამკავებლები ასე ექცეოდნენ მას. როცა ის ახლოს იყო, ყველა მაშინვე მორჩილი ხდებო და ასე რომ შემიძლია ვთქვა, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ხელი ჩამომართვა, მან შეასრულა თავისი დაპირება. ის ძალიან ინტერესდებოდა, როგორ ვართ ჩვენ, როგორ გვექცევიან. მან მოგვიტანა წამლები, რაც მანამდე არ გქონდა. მან დამეხმარა, რომ 5 წლის გოგოს შხაპი მიეღო, რადგან ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. და ზუსტად რა დაგფირდა მან? მან დამპირდა, რომ იმ ადგილას, სადაც ჩვენ გვაკავებდნენ, ყველას მისცემდა წამლებს. ხო. ყველასთვის წამლები მოვითხოვე. ვიცოდი, ვის რა სჭირდებოდა. საშხაპე მოვითხოვე, თუნდაც ცივი წყლის ვედრო. ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ და ვთხოვე, რომ სინვალისთვის დაეპირდათ ტუალეტის ჩარეცხვა, რომელსაც 7 ადამიანი იყენებდა და დღეში ერთხელ ჩარეცხავდნენ. და არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს დაპირება, რადგან იქ მყოფ დამტყვევებლებს არ მოვწონდი. ისინი მათ საერთოდ არ მოვწონდი. და როგორც შენ თქვი, ჩემი ტყვეობის ბოლო 3.5 კვირის განმავლობაში. მე და ია იეგავი ვიყავით იზოლაციაში, გალიაში. უშხაპოდ. და ჩვენ გვაწამებდნენ. და ყოველ 2 ან 3 დღეში ერთხელ მოდიოდნენ გალიასთან, გვთავაზობდნენ ცალ-ცალკე ყოფილიყავით, რომ მე სხვა ქალებთან და ბავშვებთან ერთად ყოფილიყავი. და იაგავი ყოფილიყო ყველა სხვა კაცთან ერთად. და შემდეგ ჩვენ ავტობუსში ვიქნებით. და ჩვენ არაბულად თქვით Kulak Y, kulak am, რაც ნიშნავს ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა, ჩვენ აქ ვრჩებით, ერთად ვრჩებით. და ეს რაღაცა თამაშად გადაიქცა. ჩვენს ნაწილში ვიყავით, მან თქვა მაჯნუნინ, რაც ნიშნავს შეშლილებს. ამიტომ მათ ჩვენთვის განსაკუთრებული ჯოჯოხეთი შექმნეს. ეს ჯოჯოხეთი წარმოუდგენელია. გითხარით, როგორი იყო, როცა გითხრეს, რომ გათავისუფლდებოდით, მაგრამ თქვენი ქმარი უნდა დარჩენილიყო. ვიცი, რომ სხვა შედეგისთვის იბრძოდით. და ამის შემდეგ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, უპრეცედენტო განმსაზღვრელი მომენტი, როცა თქვენ დაუპირისპირდით სწორედ იმ ნიღბიან ჰამასის ტერორისტებს. თქვენ აშკარად უპასუხეთ მათ, როცა გადაგცემდნენ წითელი ჯვრის ჯგუფს ღაზაში. როგორი იყო ეს მომენტი თქვენთვის? შეუძლებელია წარმოიდგინოთ თქვენი სიძლიერე. მე მინდა რაღაც გითხრათ ჩემს შესახებ.
რაც თქვენ ნახეთ. იმ მომენტში ეს მე ვარ. ეს სულ თავიდანვე მე ვიყავი. ამიტომ დაუკარგეთ 16 კბილი, მოვიტეხე ხე. სახეზე 3 მოტეხილობა მაქვს. და დამწრობები მაქვს და თოკის კვალი. მე მაქვს. აქედან მაქვს ნაიარევები. ჩემი ფეხებით სულ ნაიარევებია, რადგან გალიაში ვიყავით. იქ იყო მწერები. წყილები თელტანზე გვესხდნენ, ჩვენ ერთი თვე ვერ ვიბანდით. ტუალეტის ქაღალდი არ გქონდა. ჩვენ ფსიქოლოგიური წამება გამოვიარეთ, შემდეგ კი ფიზიკური წამება მე გადამხდა, ხოლო იეგავი იჭერდნენ და აიძულებდნენ ეხურებინა. და ჩვენც მეც რამდენიმე თვე, უფრო მეტიც კი დამჭირდა, რომ გამეგო რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი, როცა ღაზაში ჩავედი. რადგან როცა ღაზაში ჩავედი, თხოვეს რომ გამეძრო ტანსაცმელი გასაჩხრეკად. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კოლგოტი მეცვა, არც ბიუსტჰალტერი მეცვა და პერანგი დამეხია. მითხრეს, რომ დაუხრილიყავი და სექსუალურად იძალადეს ჩემზე. და საბედნიეროდ ისინი არ გაგაშიშვლეს და მე. მე კონცენტრირებული ვიყავი. ერთ გოგოზე მის უსაფრთხოებაზე ვიყავი კონცენტრირებული. შენ ისრაელის გმირი ხარ, რომელიც ბოროტებას თვალებში უყურებ და ჯიუტად დგახარ. ეს ყველაფერი შენ და იაკობს გეხებოდა. ძალიან ვაფასებთ, რომ ჩვენთან ისაუბრე. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან იყავი. მადლობთ. მინდა მადლობა გადაუხადო ამ საოცარ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გარშემო არიან ისრაელიდან, შეერთებული შტატებიდან და მთელი მსოფლიოდან. მე ვიღებ ამდენ სიყვარულს და ამას ძალიან ვაფასებ. მადლობა თქვენ. რამონ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. მადლობა. არაფრის.